ხო იცი რა ტიპები არიან, არ უყვართ ფულის გადახდა, ჩაჭრეს. მე ოხ კეთევან რა ვქნა ახლა მე როგორ გავასწორო ეს ანტენა? Მითხრა თან მე ხო სიმაღლის მეშინია და სახურავზე ვერავ. რაიმე ლაშიკო, ვიცი რო გეშინია, იცი ლაშიკო, სულ ჩემი დაადიოდა ხოლმე სახურავზე და ასწორებდა ანტენას, მაგრამ ეხლა ხო იცი თან ესეთ მდგომარეობაშია როგორავა, ეხლა ეს პაწაწინა გოგო როგორავა, თან ესეთ მდგომარეობაში თორე. იცი კეთევან, რა თუნდა ეხლა თამარ სახურავზე ასვლა, მაგრამ რომ მოინდომოს, ანძას გაასწორებინებ ჩვენ ანტენაზე. ხო თავი რა ხა? აი თავი მომისმენე პომადას დავიწმებ და მოვწმევ. ხო. ის ბალდია ჩავიდა. რა კარგია. სვეტამ დარეკა. დიდი მადლობა, ხო და მიშიკო და გიორგი რო გაიჯერდებიან, ჩამოვიდნენ ჩვენთან გვესტობრად, მივიღეთ დიდი სიამოვნები. აი, მე ძალიან დიდი მადლობა, რა კარგი ბიჭია, როგორი წესიერი, კეთილი ადამიანი პირობრივ. მამას. დაბლად გეთანხმები ვახოსგან თან ძალიან, ხო და რა კარგი ბავშვია, ნამდვილად ჩემი ბიჭები რო წამოიძებიან ლაშიკო. ბავშვები გავუშვათ, თარუსულსაც კარგად ისწავლიან. ხო, აბა რა პრაქტიკაში. ხო. ახლა ეგრე წავიდა რუსული სასწავლებელი და სხვანაირი პრაქტიკით ჩამოვიდა. დაიწყე რა დილიდან ეს ფორმაში ყოფნა ჩვენივრად. კი, რა. რას უყურებ რა? სიხარა გაჩვაკუნებ რა? ვერ ხედავ რას უყურებ? სირბილს. რა სირბილს გასულ? ვერ ხედავ იქ ეკრანზე პატარა წერტილები როგორ დარბიან? ვახო მომისმინე. მე ხო იცი ახლა სიმაღლით მეშინია ძალიან და ადი და სახურავზე ანტენა გაასწორე. სადავიდე? სახურავზე. რა ვიცი მე ლაშა რომელია ჩვენი ანტენა კარგი. კარგი რა ვახო რა ჩოდნა მაგას უნდა. სახურავზე ერთადერთი ანტენა იქნება ჩვენი მარტო იმიტომ რომ მეზობლებს აღარ დარჩათ ანტენები და. რა დროს ანტენა ლაშა თამარს მიყვები კონსულტაციაზე რა მოგივიდა? ხო, ლაშიკო თამარს მიყვებით კონსულტაციაზე. ეხოსკოპიაც უნდა გადაუღოთ დღეს. ალბათ ბავშვის სქესაც გავიგებთ, გოგოა თუ ბიჭია გავიგებთ. მაგრამ თამრი ხო იცი დამიჯერე, აი მუცელზე რო გიყურებთ, მე ვიცი ხო იცი თამრი გოგოს მუცელი გაქვს. გეფიცებით ჩემი დიშვილი იქნება გოგო. აი დამიჯერეთ. თამრი ხო იცი რა გამიხარდება. კეთებას თუ დაარქმევ. რა ვიცი ხა კეთინო რა მნიშვნელობა აქვს ბავშვის სქეს, მაგრამ მე მაინც რაღაცა გოგო მირჩევია, გაჩუმდი ხა არაფერი არ მითხრა ვიტირე. არიცი თამარ, რა მოგდეთ ახლა კაცო დრო? თამარ, მომისმენე, ესე შენ გოგო გირჩევია. ექიმი შენ დიდი ხანია გიცნობს და ბიჭი რომ სიყოს, მაინც გოგოს გეტყვი. და მოდი მაკოცე მივდივარ. კარგი ბიჭი ხარ, აბა კარგად მივდი. ნახო წავედი დაგვაგდი. არ მივდი ხარ კეთება. კიდე წაგეყვანა რამინი. კარგი. იგლა, იუზა, ილონა ნათლია. გამოდი რა ძალიან გთხოვ რა. არა. კარგი მარიკა გამოდი ნუ მებუტები რა მოგივიდა ხუმრობით თქვი ეს ღვეზელი კი არა ტალახია თქო რა მოგივიდა ხუმრობით თქვი? ხო აბა რა ვიხუმრე მაშინ შეჭამენ ის ღვეზელი რომელზეც მე ხუმრობით თქვი ტალახია თქო? ხო აი ის ღვეზელი შეჭამენ თუ არა და აღარ დაგელაპარაკები ხო კარგი რას არ გააკეთებ რა საყვარელი მეუღლისთვის რა აჰა ჩაკლაპე ძნელი იყო? არა გამიში ირაკლი. თამარი წავიდა კონსულტაციაზე. ხო და მარიკა სახლში ისეთი სიჩუმე ჩამოვარდა, შემეშინდა და შემოვედა. კარგია, ლაშავრო შემოხვედი. ისეთი გემრიელი ღვეზელები გამოვაცხმოდი, უნდა დაგხვეწი. არ მინდა. მარიკა, იყოს მე ისე ტელევიზორს უყურებ. ხო შეიძლება ტელევიზორს. შეიძლება, როგორ შეიძლება, დაჯექი უყურე. მიდი. ირაკლი, ჩამეთ რა ტელევიზორი, პულტი სად არის? ჩართული ტელევიზორის ყურება გინდა? მე დააკონკრეტე ხოლმე, კაცო. მიდი.
ირაკლი. რატო ამ ტელევიზორს რატო შიშინებს? არ მუშაობს? არაჯერ. რას ნიშნავს არაჯერ? რას ნიშნავს და ის კაბელი გავაუქმე. კაბელი რო მქონდა, ხო გახსოვს? ის კაბელი გავაუქმე და ეხლა ველოდები რა იმაზე გადავდივარ სირქნეთზე. ხო, მოვლენ ახლა და უნდა დააყენონ და მე იმუშავებს და მანამდე იჯექი და უყურე ამ შიშინს. Masha. შენ მოდი შედიდეს და შენ არ გინდა თქვენ სიკნეთის დაყენება? იცი რა კარგი რამეა. ესე იგი აი რამე გადაცემა თუ გამოგჩა და ვერ უყურე. ესე უკან გადაახვევ და თავიდან დაჯდები და უყურე. მართლა? ისე მარიკა, ძალიან გვიან რო გადაახვიო შეიძლება? აი ეს გადაცემა რო იყო მომწონდა ილუზიონი. აი ხედავ ირაკლი, აი ეს არის ჯანსაღი იუმორი. აბა ის კი არა, შენ რო თქვი, ეს ღვეზელებია თუ ტალახია. კარგი ხო, რატო არ ექნება გადაცვალე ჯანსაღი იუმორი, რატო ვერ მოიფიქრებს რა, სამსახურში დადის, რამეს აკეთებს თუ რა, ზის თელი დღე ჭამსვავს უყურებს ტელევიზორს. ჯანსაღი იუმორი აქვს. ნუ, აი მე ერთი სული მაქვს, როდის დააყენებენ სილქნეს. იცი რომელი გადაცემები მინდა ვნახო, აი ჩაუჯდები და იცი რა, აი კულინარიაზე რო არის, ხო იცი? აი სიამოვნებით ავჯდები და უყურებ და ხო, უყურე და უყურე, უფრო უყურებ გადაახვიე, თავიდან უყურე. მე რო დამთავრდება, კიდე გადაახვიე, კიდე თავიდან უყურე და კარგად დააკვირდი სადილს, რასაყრის მზარეული, ვანილს თუ მარილს და თავგამჭრის თუ ხავს. აი ეს დააკვირდი ძალიან ხო. მე კაი ვეზალი იყო. ისე მე მომეწონა ძალიან მაქსიცნეთის ამბავი და იცი რა ირაკლი, რომ მოვლენ დასაყენებლად. დამიძახე მეც და ჩემთანაც დავაყენებინებ, კარგი? კარგი. და მე დავლიოთ. კარგი, ავედი მე სამსახურში. ამადარი, აბახე, გამიქეცილე. ხო, მარიკა, ეს გამატანე რა ღვეზელები ძალიან ხო შესვენებაზე შევჭამ. მე რა კეთილი ხარ ირაკლი. მომისმინე, რამდენი გინდა? ყველა. აი ვიცოდი რომ გემრიელესი ღვეზელები გამომივიდა. გინეთელი. ირაკლი, მართლა გემრიელი ღვეზელები გამოვიდა? არა კაცო, რა გემრიელი ღვეზელები გამოვიდა, რას ლაპარაკობ? უბრალოდ ახლა რომ მოვა ის სიკნეთის ხალხი და ეს გამომასპინძლდეს ამ ღვეზელებით, სიკნეს დამიყენებენ კი არა მთელ უბანს გათიშავენ და აი მარიკა, ეხლა წავა ის შეჭავს და გადაახვევს. თუ ეგ სიუხნეთზე არის. ხო. გამოდი. კარგი. ამ ხوار და კიდე რა მითხარით? ბლომანჟე. რა? ბლომანჟე. რა უცნაური ხალხი ხო? საერთოდ რაღაც გამოჩრიკავთ ხოლმე, ეგ მაინტერესებს. მენიუში. რა წერია? ბლომანჟე. თუ რა მოცინებდა წერია თუ მე მართლა. ხო, კარგი, წერია მოვიდა. მაკა. როგორ ხარ? კარგად, შე როგორ ხარ? აი მე ძალიან კარგად. რატო ხარ კარგად? ერთი ბიჭი გამიცანი. ერთი ბიჭი. ეგ უკვე საინტერესო მოდი, ისა უკაცრავ თქვენ ბლომაჟეს ცოტა ხანი დააგვიანდება. რა ხდება აბა? ვინ გაიცანი, სად გაიცანი, ვინ არის? ვინ გავიცანი და მაღაზიაში გავიცანი? აჰა. პირველი დანახვისთანავე მოგვეწონა ერთმანეთი. კარგი. ესე იგი აღარ იწიგით. ხო? ხო აღარ იწიგით. არა. ხო. არა, იცი როგორი ბედნიერი ვარ, აი ძალიან ბედნიერი ვარ და რა ვიცი. მე ცხვეცაზე ვარ სიხარულით. ვაი, კარგი, მაგა წავალ მე კლიენტს მივხედავ, რაღაცას მოუტანდი მოვალ. იჯექი ექში, კარგი. ვაი. ატა მომეხარე. რა? ახლა. აკა როგორ ხარ? კარგად. ისა ბლომაჟე თქვენ შეუკვეთეთ, არა? ეს რა? ცოტა ხანი დააგვიანდება. რა არის? რა მოიწონს? შენობების მაკეტია. ეხლა ხოდა ნიშნა არქიტექტორად ხოდა.
გასულა ვაჩვენოთ ინვესტორებს. ნელა გეხუწნელა. მოიცა ვერ გავიგე ხა ირაკლი ამირამა მე დამნიშნავ. ამირანი იყო დროებითი არქიტექტორი, მე ვარ ძირითადი არქიტექტორი. აჰა. ხო არ ვიცი მე ცოტა ვერ ყვევი ამ არქიტექტურაში, მშენებლობაში და ესეთ რაღაცეებში. ჩემი საქმე ხო ის რაც არის ხალხო არა? ყავა მუსიკა, ნამსხვარი და ისეთ ბლომანჟე. შეხედლის. არა, დამირეკავს. აკა გეხვეწები ეს მაკეტი აქ იყო. არა. მე სალონში უნდა წავიდე. ტელეფონი მიიღება და 6 საათისთვის მოვალ. მანამდე არ მგონია რომ დამირეკავს ირაკლი. გასაგებია, მაგრამ რა მაინტერესებს ეს რა არის? რა არის ვითომ? შენობა. შენობა, აჰა. ეს ქუჩა. ეს ქუჩა, აჰა, გასაგებია. ეს რა არის? შენობა თქო, ხო გითხარი? ხო, გავიგე. მაშინ ისეთი რაღაცა მითხარი, რაც არ მითხარი, რომ კითხო და მე შენ მიპასუხო ახლა. მოკლედ. გიტოვებ. ხილად იყავი და მე არ მოუვიდეს. არა, რა უნდა მოვიდე. მაგა წავიდეთ, გინდა წამო ჩემთან ერთად წავიდეთ. და თან ახლა ბიძეც მომიყვები. შენ საიდან იცი? რა ვიცი, ამდენი ხანი არ გზივარ და ზურაზე არაფერი არ გითხობს. ესე იგი ვიღაც ახალი გაიცანე. კარგი, აბა თქვენ იცით, მაგა. ხილად იყავი. ხილად ვიქნები, ხო, აბა რას ვიზავ, მაგა აბა შენ იცი და კარგად და ისა, არაფერი ბატონო. ბლომანჟია ეხლა ეს, ჰა? ვაუ. ბლომანჟია. ეს არის მშენებლობის მაკეტი. წერია მან სადმე მენიუში მაკეტი არ წერია. ვა, ნახეთ მაინც რა ვიცი, თუ წერია სადმე მან მაკეტი გითხარ და მოგიტათ, მაკეტი შეგიკეთა. ბლომანჟე. არა შემიძლია, რა არის, ვა. ვაიმე დავიღუპე. ვაიმე. ბლომანჟე. ბლომანჟე ვაჩვენო, ეკარო მოვა, ეხა ბლომანჟე მიუტანო კაცო. ვაი მაპატეებს ცოტა ავღებდი რა. ავღებდი მაპატეებს ხო ხდება ხოლმე რა. ბლომანჟე. რა ბლომანჟე. პეტო გამარჯობა. ირაკლი ვარ თქო. რას ქვია ვინ რომელი ირაკლი? ვინ ირაკლი შეიძლება მერიაში რომ მუშაობ. არა კაცო, სამსახურით კი არ მარიაჟობ, თავი გაგახსენე უბრალოდ. ხო. მომისმინე ხა ეკას უთხარი შენ დას. რო ის შეხვედრა გადავდე. ხო, საღამოს ჩემთან ამოვიდეს აუცილებლად ის მაკეტი მზად მაქვს რომ მითხრა. მაკეტი ამოიტანოს, ის ინვესტორიც მოვა და იქვე შევახვედრებ და იქ მოვილაპარაკებ ყველაფერს. გასაგებია? პეტო. ალო. პეტო მეთქი. პეტო. უი. ო, მე მეგონა გაითიშა და ტუ თქო. ხო, კარგი, მიდი. ბატონო ირაკლი, სამშენებლო კომპანიამ თავის მოთხოვნები გამოაგზავნა. ხა, რა ლამაზი მოთხოვნები გამოუგზავნიათ. ყვავილები? ეს დღესაც მაგიდაზე დამხვდა ბარათთან ერთად. არ წერია ვინ გამოგზავნა? არა. მეტყობა თავი დაიღვია წინასწარ, აი თუ მერიკოს არ მოეწონოს, მერე მაგას რა გადაურჩებაო. მაგდენი თუ ვიფიქრე, ჭკვიანი ყოფილა. ბარათში რა წერია? არა, მერიკო შენ ახლა გაქვს უფლება, ყველანაირი უფლება გაქვს რომ არ მითხრა, მაგრამ ხო იცი რომ მაინც უნდა მითხრა. შენი ღიმილი, არა, შენი მომღიმარი სახე, ზიან დილას მაგონებსო. შენი მომღიმარი სახეო. მერიკო, მე მგონი მაგას არ ყავ ხარ შენ ნანახი. შენირებო, კარგებო, დახატულებო, აშენებულებო, დამჩენებულებო, მიხდით ალბათ რო საფრთხოვანი მაგ და იმიტომ გაქებთამდეს. საინფორმაციო გამოშვება მოვიდა. ნერი რა თქინდა ყვავილები გასვენებაში მიდიხა? არა, გასვენებაში არ მიდის. იდუმალმა და უცნობმა თაყვანისმცემელმა გამოუგზავნა და აბა შიშით მოსვლას რას გაბედავდა. ეს ამერიკო მართლა არის ცივი გამოგიგზავნა. შენ თუ არ იცი ნოდარ მე საიდან მეცოდინე? ისე შენც მართალი ხარ? ჩაგიტარა? ორი პასუხა. არ უნდა მაგას, ხო რა საქმე ქონდა? მიდი უცებ. საქმე კი არა, მათ საქმე თქვენ გეკნებათ, მე რო გთხოვთ, რისი გაკეთება მინდა იმის შემდეგ. თხოვე, მერიკო შენ დამელოდე არ წახვიდე, მიდი გისმენ. ბატონო ირაკლი, სანამ ნოდარი ილაპარაკებს ეს ყვავილები დაჭკნება. გავალ და რო დაგჭირდებით დამიწა. კარგი, მერიკო ოღონდ პერიოდულად შემომხედე ხოლმე მეც არ დამაჭკნოს. უნდა
რა ვიცი რომ სხვა რა გზა მაქვს სათხოვარი მაქვს თორე გეტყოდით კარგ რაღაცას ესე იგი თქვენ ალბათ იცით რომ ჩვენ თანამშრომლებს უშვებენ მივლინებაში სხვადასხვა ქვეყნებიდან ვიფიქრე ხა ცოტა ხნით ლონდონში რო გავისრაშუნო თქო და ნოტიო ჰაერს ჩავისუნთქავ მესიამოვნება მომიხდება თქო და მაგის ხოვნა მინდოდა ლონდონშია მივლინებები თოდნია თუ კიდე რაღაც მეკითხება მომისმინე მე ხო იცი ასე ხა პირდაპირ ვერაფერს შეგვირდები ხო მაგრამ იმას შეგვირდები რომ ვეცდები რომ შენ გაგიშვენ თქვენი იმედი მაქვს მე გავალ ეხა და ხმას გავარცელებ რომ ირაკლის თვითონ უნდა ლონდონში წასვლოთ ხო რომ ეჭვი არავინ აიღოს აბა ისე მგონიათ რომ უკვე ლონდონში მივდივარ გაშალე ხო გაგაშალე ხო 10 კუთხური 12 აუტი პენალი ვერ გაიტანა ძალიან კარგი გასართობით დღეს მაქვს მოხვედი აბა რა ვეკინდა ბიჭია ესე იგი გოგოს ველოდებით არის კეთება მოდი ერთ შენ ამიხსენი ერთ მომახო ძალიან დაცხა ვაიმე მართლა ძალიან ცხელა ლაშიკო მოკლედ ლაშიკო ვიყავით ეკოსკოპიაზე მაგრამ არ ვიცი აი სქესი ხო ბავშვის სქესი არ გამოჩნდა რაღაცა ისე უცნაურად ისეს პატარა რომ არ გამოჩნდა ბიჭია გოგოა ვერაფერი ვერ გავიგე მე წავალეთი ბავშვებს დავხედავ რა შვებიან თან რაღაც კარგი ახალი სიმღერა მოვისმინე და შეუტანე ბავშვებს შეუტანე და მე აქ დაგელოდები და მე გავიდეთ საქმეზე ბარემ და სამაგიეროდ ლაშა ბაიას პატარა ხელები და ფეხები დავინახე აი ეგ ხელები და ფეხები იქნება რო დაგიშენს კამპეტები მომიტანეო ეხლა ისე მე გოგო მინდა გოგო მინდა ეთქობა თამარ გაიგო რო გოგო გინდა და დაგემალა შეეშინდა ხო რას უყურებთ და ესა ფეხბურთს უყურებ აი მე ფეხბურთს ერთად დავსხდეთ რა ერთად დავსხდეთ და უყიყავი ძალიან მაგარი თამაშია თამარ ძალიან და უყუროთ ერთად დავსხდეთ გამეორება დაგამეორება ვერ ხედავ პირდაპირ რო აწერია პირია რა დაგებ ხო ნახე რა რა მაგრა გაცდა რა თამარა ხო გაცდა მაგრამ თამარ ნახე ახლა ის ფეხი აუწდება მართლა ასტინა ფეხი ფეხი ასტინა თამარ მაგრამ მაგარი პასი გამოვიდა რა გინდა მშვენივრად არა ხო მაგრამ წაიქცევა ახლა ვა წაიქცა ხო წაიქცა ხო როგორ ნახე ახლა გადაუბრუნდება ფეხი შეხედე აი აჰა წინასწარ მეტყველი ვარ რა წინასწარ მეტყველი კი არა თარსი ხარ ისე ამდენი რამე როგორ დაემთხვა რა დაემთხვა დეუბნები წინასწარ მეტყველი ვარ მეთქი წინასწარ მეტყველი არა ეს წინასწარ ვარ აბა ეხლა მითხარი მაშინ რა მოხდება მითხარი აბა ახლა მიდი ხო 10 ნომერი კუთხოს მოაწვის აჰა 10 ნომერი აწვის თამა წინასწარ მეტყოლია მართლა ეს აჰა რა არის ახლა ეთქობა ამას უსაქმურობით რაღაცა გარკვეული ტვინის უჯრედები გაეხსნა ან მესამე თვალი რა ვიცი აბა რა მოიცა აჰა პენალი დადეს აჰა აბა სანამ დაარტყავს ჩქარა მითხარი რა მოხდება ჩქარა 7 ნომერი დაარტყავს ძელს მოარტყავს შემდეგ დამატებაზე 10 ნომერი და ისიც ააცილებს აჰა 10 ნომერი ისიც ვა აი ნეჯე გეუბნები წინასწარ მეტყველია რა ბანმე ლაშა აბა გოგო მეყოლება თუ ბიჭი თამარ მე ვარ ელე წინასწარ მეტყველი ეგეთი განხრა არის წინასწარ მეტყველებაში და შენ ადრეც გქონდა ამის უნარი არა 1-2 საათის წინ დავაყენე გონებაში აჰა კი აქ ვიჯექი ხო ჩამეძინა 2 კაცი შემოვიდა
ლურჯი მაისურები ეცვათ. დადიოდნენ, თან მელაპარაკებოდნენ, თან რაღაცებს ხლართავდნენ ოთახში. ვა, ხო და წავიდნენ. მაგრამ წავიდნენ თუ არა იმის მერე გამეხსნა ეს ტელეწინასწარმეტყველობა. ვა. ვაიმე, როგორ ხდება? ვაიმე, გადავიდი. ხოლმე ეკლაღურე შედეგად ყვითელს მიიღებს. ვაშა, ეხლა აი მოდი აბა ტელევიზორის გარდა სად რამე ისე ზოგადად სხვა რამე წინასწარმეტყველი აბა სხვა რამე? ხო არ ვიცი რამდენად გამომივა, მაგრამ ვწდი. აბა მეტი. ახლა გამოვაკეთებანი. ხო და სადილს მომიმზადებს. ხარდები დედიკო, ჩიტები და ხარდები. კარგი, მე მოგიყვები ჟირაფს, კარგი. ლაშიკო, არქშია. არქშია. მეხლა გავალ სამზარეულოში კარგი ყველი მაგ კიტრი პამიდორი მჭაც გამოვაცხობ კარგი ჭყინტილობიო მაქვს და ერთად ვისადლოთ. აბა ხელები დაიბარეთ ჩარა. ვაიმე. ვაიმე, ჩეჩინო. ბატონ გოგო. არ მიდევს რა. თქვენ კი არა მე გადავირები. რანაირად დაემთხვა? ჩამოგრი ფორდაბლიოთ. არა, მადლობთ და ეკა მალე მოვა. მალე მოვა, რა თქმა უნდა, ეკა არის პუნქტუალური ადამიანი. მზათა აქვს ეს მაკეტი, არაჩვეულებრივი მაკეტია, მალე მოვა და ამ მაკეტს ვნახავ. თქვენ მანამდე მიბრძანდით მოციეთ კიდე ერთი. კიდე მოციო? დიახ, კიდე ერთი გარი მოციეთ. თან ხედით დათვლით, აი აქეთ არ გინახავთ თქვენ დედოსაკეთან ნაწილი, ხო მათეს სადაც ძინავს. დავაგვიანე? ნახევარი საათი. ნახევარი საათი. ვა, ოჩახმე კიდე კარგად ფირბენია, ხო? ხო, ირაკლი ისა, ეკა ვერ მოახერხა მოსვლა და აი მე მოვიტანე მაკეტი. ვა, შენ გლინაცვალი, ვა, შენ გაიხარე პეტორა, შენ ხო არ იცი როგორ გადამარჩინე ხო რა. მომისმინე, მაგრამ ეს მაკეტი მე ცოტა უფრო განიერი და ცოტა უფრო მაღალი მეგონა იქნებოდა, ჰა? განიერი? ხო. განიერი კი იყო კაცო, მაგრამ რა მალე იკეტებას თქვენი ლიფტის კარები კაცო, რა არის ვერ გავიგე, ჰა? რა თქვი? არაფერი. მანახე. კარგი ჯერ დაჯექი, ირაკლი, რა მოგივიდა ახლა რა იყო? დაჯექი. ფაინე. აი ამოვარნა დამეწო ასუნ თქვია მაგ როსტუნ სუც მიგზნობს გული მე ცუდი წინაგზნობა მაგ გელაპარაკები მე ვა ოჩახში რა კაი წინაგზნობა ქონია აბა ახლა გადიიქით უყურე შენებას ვაიმე საწყობი კაცო ეს რა მაკეტია? ეს არის მაიმუნობა რაღაც. მაკეტი კი არა, მაიმუნობა კი არ არის, მაკეტი არის გეუბნები მაშინ არ არის. რა მაკეტია? ეს არის მაიმუნობა, ნებისმიერი სულელი გააკეთებს ამას ერთ საათში. მართლა? ხო, მე ნახევარ საათში გავაკეთე. შენ გაკეთებული მაკეტი რა თქმა უნდა, ეკას მაკეტი სად არის? ვინმე? შენ არის ეკას მაკეტი რა მოვიდა კაცო? არის ეკას მაკეტი რა მოვიდა? მოდი გითხრა კაცო. რა მოვიდა ეკას მაკეტი და თუმცა ლაბაცალი. ეკას მაკეტი? ხო. ეკას მაკეტი მოხვა სამზარეულოს იატაკსა და ჩემს მენჯის ძვალს შორის და ვეღარ გაუძლო ირაკლი. წადი აქედან. ვიდიო ირაკლი. წადი აღარ დაგინახო ნახევარწუთში. ვიდიო. წადი აქედან დროზე წადი და ეკას უთხარი რომ მე გადავდებ როგორმე ამ შეხვედრას დღევანდელს და მოამზადოს კიდე და დაურეკარ და თან გამირეკოს და რაღაცას გავაკეთებ. წადი. მოიტან ეს მაკეტი. არა, ბატონო, როგორ გეკადრებათ, ახლა მაკეტი რომ მოეტანათ, მე ადაგიძახებდი თქვენ, მერისთვის ახლა ჩვენ აქ შეგრებილი ხო მაკეტი სანახავთ. ეს არაფერი მეზობელი შემოვიდა და დატოვა რაღაც საკერავი მანქანა აზინგე. მაგარი ტიპი ვარ, რა ესე იგი მაკეტი აქ დავტოვე და მე კიდე წავედი. რა გავაკეთე? მაკეტი ყოფილა ბატონო ირაკლი. აი, ხედავთ, ეთქობა სწორად ვერ გავიგე, მე ზაფხულში მირთულდება ხოლმე ეფტახიტი. ხო, აკეთ. ეფტახიტი და არ მესმის. ერთი წუთი მოვძანდით, მე შაპანურს ხوار დალებთ თქვენ შემთხვევით.
არა, ჯერ საქმეს ვიხედოთ. ხო არ მოგვეწია ერთად. არა, ჯერ მაკეტი დავათვალიერო. მაკეტი დავათვალიერო. ვიმე რა უნდა გითხრათ ბატონო ლევან. ეს ყოფილა რაღაც ახალი სტილის მაკეტი, ხო, ახალი სიტყვა იმაში ქართულ თანამედროვე მაკეტოლოგიაში. ხო. ასე იგი რა ხდება? ეს სანახავი მაკეტი კი არ ყოფილა, ეს ყოფილა მოსასმენი მაკეტი. ამიტომ მაკეტის შესახებ ჯობია რომ ადამიანს მოусმინო და უფრო შეგექმნება ასე ვთქვათ ესეთი სრულყოფილი გლობალური წარმოდგენა. ბატონო პაატა მოგძანდით თუ შეიძლება ბატონი პაატა ეს თანაავტორი დიახ და თქვენ როგორც ასე ვთქვათ დიახ თანაავტორმა ამ მაგათთან ავტორია ეს გითხარით ამ მაგეთის შესახებ მოგვახსენეთ გთხოვთ კი ბატონო ესე იგი ეს მაკეტი დიახ ეს მაკეტი ანუ ეს მაკეტი დიახ ეს მაკეტი მე მოიჯობია რომ კითხვები დამისვათ არა ნუ რადგან ლევანს შეკითხვები არ აქვს და მე ძალიან მიკურს რომ ბატონ ლევანს შეკითხვები არ აქვს ამიტომ შეკითხვას დავსვავ მე ბატონ ლევან ლოგიკური ალბათ ხო ბატონო პაატა ძალიან ხო გითხარით აი მაგეთის ასე ვთქვათ აგების დროს თქვენ ხო აგებდით ამ მაგას ხო აგებდით ხო და აი მაგეთის აგების დროს რამე მხარი მოქმედა ზეგავლენა მე გულისხმობ აქ რამე თანამედროვე არქიტექტურულმა მიმდინარეობამ ხომ არ იქონია ზეგავლენა თქვენს ასე ვთქვათ წარმოსახვაზე და შემდეგ ეს ხომ არ აისახა უშუალოდ მაგეთის შენებაში და მის თანამედროვე ამჟამად მოცემულ სახეში ხო ესე იგი გავლენა ხო არ მოხდინა ამ არქი მე მგონი ჯობია რომ ნახოთ და შეაფასოთ ჯობია მართალია ჯობია ნახოთ ხო ეს ნაჭერი აქვს შეამჩნია ხო თქვენ ნაჭერი აქვს ამ იმას ამ მაგეთს დიახ მე ასე მომწონს ნაჭრით მომწონს ხო მომეწონა იუმორი ბატონო ირაკლი იუმორი ხანახოთ ამან ესე იგი ბატონებო როგორ გეკადრება ჩემო ბატონო როგორ გეკადრება აბა მე თვითონ აბა ეხლა დავხუჭოთ თვალები უნდა დავხუჭოთ თვალები დავხუჭოთ ან თვალები დავხუჭოთ ან მოვწიოთ რომელი კეთილი და არ გავახილოთ დავხუჭოთ თვალები და არ გავახილოთ არ ვიხილებით ეხლა ვიხილებით ბატონო ბადა დიახ იქნებ ამიხსნათ ეს რა აქ რა ხდება ეს რა არის დიახ შენობა დიახ შენობა ნაგებობა დიახ ეს ეგ რაღაცა დიახ რაღაცა დიახ და აი ეს ეკოლოგი ბატონო ლევან რას გავუგებთ ამ თანამედროვე არქიტექტურულ ტერმინებს ჩვენ ჯობია შამპანური დავლიოთ ან მოწიოთ ბატონო ირაკლი თუ ეს არის შენობა დიახ კარი სადა აქვს ამას სადა აქვს კარი კარი სადა აქვს ამას კარი აჰა კარი გამოვჭრათ ლამაზა არეს მომღეროთ სადარი აი კარი ეს არის კარი ხო ინტერესებს სადარი კარი აი კარი ბატონო ლევან შამპანური ხო არ დავასხა შამპანიური კი არა და თქვენ რამე უფრო მაგარიც გექნებათ ბატონი ირაკლი მე კი მანამდე გავალ და კიდევ ერთხელ მოვწერ ბატონო ეს კარსა იდე დიდი
ბოდიში ქვია რომ გაწუხეთ და ხო რაღაცა დაამერიდება, მაგრამ დღეს მე და თამარმა სერიალს ვერ ვუყურეთ ხო და შენ ხომ არ იცი რა მოხდა მარიკა? არა, კეთილან არც მე არ მინახავს, მაგრამ აი ხლა ვუყურებ და მოდით ერთად ვუყუროთ. ეხლა გამეორებაა? არა, თამა რა გამეორება? ჩვენ ხო დავაყენეთ სილქნეთი, ხო? ხო და გადავახვიეთ და ახლა ვუყურებ. ისეთი კარგი რამეა. ესე იგი გუშინ წინ და იმის წინ რამე თუ ვერ ნახე, შეგიძლია გადავახვიო და თავიდან ნახო. თქვენც ხო გაქვთ ისე? არა, მარიკა, აბა ჩვენ საიდან? როგორ ჩვენგან ხელოსნები ლაშამ გაიყვანა მე თქვენთან და დააყენა სილქნეთი. მოიცა ხა ის რაღაცა ლაშ რო გადაახვევ და უყურებ. ო, ჯერ დააყენეს ჩვენთან, მე გავიდნენ და დააყენეს თქვენთან. ვაიმე, ჩვენთან ჯერ თქვენთან, მე ჩვენთან თამრი, აიმე, როგორ მოგვატყუა? გესმის, მოგვატყუა თამრი, გეფიქსები. შენ მოგატყუა და ჩემ ქმას 200 ლარი მოუგო, გეწვი წინასწარო. გეტყვი რომელ ქვეყანაში რა მინდი და ტემპერატურა იქნება მაგას ვაკეთებ ხოლმე ტემპერატურა გეტყვი წინასწარ რა მოუვა შენგანმა მოიცადე ერთი წუთი შენი მეუღლეა ბოდიში რა მარიკა დიდი ბოდიში იტები და ხარდები დედი კოჩიტები და ხარდები კარგი მე მოგიყვები ჟირაფს კარგი ლაშიკოფ არქშია შარშია მეხლა გავალ სამზარეულოში კარგი ყველი მაგ კიტრი პამიდორი მჭაც გამოვაწყობ კარგი ჭყინტილობიო მაქვს და ერთად ვისადლოთ აბა ხელები დაიბარეთ ჩარა ვაიმე კეტინო ბატონ გოგო არ მიდევს თქვენ კი არა მე გადავირები რანაირად დაემთხვა შაბაგური ფორდაბლიოთ. არა, მადლობთ და ეკა მალე მოვა. მალე მოვა, რა თქმა უნდა, ეკა არის პუნქტუალური ადამიანი, მზათა აქვს ეს მაკეტი, არაჩვეულებრივი მაკეტია, მალე მოვა და ამ მაკეტს ვნახავ. თქვენ მანამდე მიბრძანდით მოციეთ კიდე ერთი. კიდე მოციო? დიახ, კიდე ერთი გარი მოციეთ. თან ხედით დათვლით, აი აქეთ არ გინახავთ თქვენ დედოსაკეთან ნაწილი, ხო მაფეს სადაც ძინავს. დავაგვიანე? ნახევარი საათი. ნახევარი საათი. ვა, ოჩახმე კიდე კარგად ფირბენია, ხო? ხო, ირაკლი ისა, ეკა ვერ მოახერხა მოსვლა და აი მე მოვიტანე მაკეტი. ვა, შენ გინაცვალე, ვა, შენ გაიხარე პეტორა, შენ ხო არ იცი როგორ გადამარჩინე ხო რა. მომისმინე, მაგრამ ეს მაკეტი მე ცოტა უფრო განიერი და ცოტა უფრო მაღალი მეგონა იქნებოდა, ჰა? განიერი? ხო. განიერი კი იყო კაცო, მაგრამ რა მალე იკეტებას თქვენი ლიფტის კარები კაცო რა არის ვერ გავიგე, ჰა? რა თქვი? არაფერი. მანახე. კარგი ჯერ დაჯექი, ირაკლი, რა მოგივიდა ახლა რა იყო? დაჯექი. ვაიმე. აი ამოვარნა დამეწო ასუნ თქვია მაგ როსტუნ სუც მიგზნობს გული მე ცუდი წინაგზნობა მაგ გელაპარაკები მე ვა ოჩახში რა კაი წინაგზნობა ქონია აბა ახლა გადიიქით უყურე შენებას ვაიმე საწყობი კაცო ეს რა მაკეტია? ეს არის მაიმუნობა რაღაც. მაკეტი კი არა, მაიმუნობა კი არ არის, მაკეტი არის, გეუბნები მაშინ არ არის. რა მაკეტია? ეს არის მაიმუნობა, ნებისმიერი სულელი გააკეთებს ამას 1 საათში. მართლა? ხო. მე ნახევარ საათში გავაკეთე. შენ გაკეთებული მაკეტი რა თქმა უნდა, ეკას მაკეტი სად არის? ვინმე? შენ არის ეკას მაკეტი რა მოვიდა კაცო? არის ეკას მაკეტი რა მოვიდა? მოდი გითხრა კაცო. რა მოვიდა ეკას მაკეტი და ეკას მაკეტი? ხო. ეკას მაკეტი მოხვა სამზარეულოს იატაკსა და ჩემს მენჯის ძვალს შორის და ვეღარ გაუძლო ირაკლი. წადი აქედან. ვიდიო ირაკლი. წადი აღარ დაგინახო ნახევარ წუთში. ვიდიო. წადი აქედან დროზე წადი და ეკას უთხარი რომ მე გადავდებ როგორმე ამ შეხვედრას დღევანდელს და მოამზადოს კიდე და დაურეკარ და თან გამირეკოს და რაღაცას გავაკეთებ. წადი. მოიტანეს მარტი. რა პრობლემაა?
არა ბატონო როგორ გეკადრებათ ახლა მაკეტი რომ მოეტანათ მე ადაგიძახებდით თქვენ მერისთვის ვახება ჩვენ აქ შეგრებილი ხო მაკეტის სანახავად ეს არაფერი მეზობელი შემოვიდა და ეს დატოვა რაღაც საკერავი მანქანა აზინე მაგარი ტიპი ვარ რა ესე იგი მაკეტი აქ დავტოვე და მე კიდე წავედი რა გავაკეთე მაკეტი ყოფილა ბატონო ირაკი აი ხედავთ ეთქობა სწორად ვერ გავიგე მე ზაფხულში მირთულდება ხოლმე ეფტახიტი ხო აკეთ ეფტახიტი და არ მესმის ერთი წუთი მოგძანდით ეს შაპანურს ხوار დალებთ თქვენ შემთხვევით არა ჯერ საქმეს ვხედავთ ხوار მოგვეწია ერთად არა ჯერ მაკეტი დავოთვალიერო მაკეტი დავოთვალიერო ვიმე რა უნდა გითხრათ ბატონო ლევან ეს ყოფილა რაღაც ახალი სტილის მაკეტი ხო ახალი სიტყვა იმაში ქართულ თანამედროვე მაკეტოლოგიაში ხო ესე იგი რა ხდება ეს სანახავი მაკეტი კი არ ყოფილა ეს ყოფილა მოსასმენი მაკეტი ამიტომ მაკეტის შესახებ ჯობია რომ ადამიანს მოусმინო და უფრო შეგექმნება ასე ვთქვათ ესეთი სრულყოფილი გლობალური წარმოდგენა ბატონო პაატა მოგძანდით თუ შეიძლება ბატონი პაატა ეს თანაავტორი დიახ და თქვენ როგორც ასე ვთქვათ დიახ თანაავტორმა ამ მაგეთთან ავტორია გითხარით ამ მაგეთის შესახებ მოგვახსენეთ გთხოვთ კი ბატონო ესე იგი ეს მაკეტი დიახ ეს მაკეტი ანუ ეს მაკეტი დიახ ეს მაკეტი მე მოიჯობია რომ კითხები დამისვათ არა ნუ რა ლევანს ხო იცი რა ტიპები არიან არ უყვართ ფულის გადახდა ჩაჭრეს მე ოხ კეთევან რა ვქნა ახლა მე როგორ გავასწორო ეს ანტენა ვითხარ თან მე ხო სიმაღლის მეშინია და სახურავზე ვერავ აი მე ლაშიკო ვიცი რომ გეშინია იცი ლაშიკო სულ ჩემი დაადიოდა ხოლმე სახურავზე და ასწორებდა ანტენას მაგრამ ეხლა ხო იცი თან ესე მდგომარეობაშია როგორავა ეხლა ეს პაწაწინა გოგო როგორავა თან ესე მდგომარეობაში თორე კეთევან რა თუნდა ეხლა თამარ სახურავზე ასვლა მაგრამ რომ მოინდომოს ანძას გაასწორებინებ ჩვენ ანტენაზე ხო თან რა ხა აი თავი მომისმნე პომადა დავიწმებ და მოვწმე წავისი ხო ის ბალდია ჩავიდა რა კარგია სვეტამ დარეკა დიდი მადლობა ხო და მიშიკო და გიორგი რომ გაიძრდებიან ჩამოვიდნენ ჩვენთან გვესტობრად მივიღეთ დიდი სიამოვნები აი მე ძალიან დიდი მადლობა რა კარგი ბიჭია როგორი წესიერი კეთილი ადამიანი პირობრა მამას დაბლად გეთანხმები ვახოსგავს თან ძალიან ხო რა კარგი ბავშვია ნამდვილად ჩემი ბიჭები რომ წამოიძრდებიან ლაშიკო ბავშვები გავუშვათ თარუსულსაც კარგად ისწავლიან ხო აბარა პრაქტიკაში ხო ახლა ეგრე წავიდა რუსული სასწავლებელი და სხვანაირი პრაქტიკით ჩამოვიდა დაიწყე რა დილიდან ეს ფორმაში ყოფნა ჩვენივრად კი რა რას უყურებ რა სიხარა გაჩვაკუნებ რა ვერ ხედავ რას უყურებ სირბილს რა სირბილს გას ვერ ხედავ იქ ეკრანზე პატარა წერტილები როგორ დარბიან ვახო მომისმინე მე ხო იცი ახლა სიმაღლე მეშინია ძალიან და ადი და სახურავზე ანტენა გაასწორე სადავიდე სახურავზე რა ვიცი მე ლაშა რომელია ჩვენი ანტენა კარგი კარგი რა ვახო რა ცოდნა მაგას უნდა სახურავზე ერთადერთი ანტენა იქნება ჩვენი მარტო იმიტომ რომ მეზობლებს აღარ დაჭათ ანტენები და რა დროს ანტენა ლაშა თამარს მიყვები კონსულტაციაზე რა მოგივიდა ხო ლაშიკო თამარს მიყვებით კონსულტაციაზე ეხოსკოპიაც უნდა გადაუღო დღეს ალბათ ბავშვის სქესაც გავიგებთ გოგოა თუ ბიჭია გავიგებთ ხო მაგრამ თამრი ხო იცი დამიჯერე აი მუცელზე რო გიყურებთ მე ვიცი ხო იცი თამრი გოგოს მუცელი გაქვს გეფიცებით ჩემი ბიშვილი იქნება გოგო აი დამიჯერეთ თამრი ხო იცი რა გამიხარდება კეთებას თუ დაარქმევ რა ვიცი ხა კეთინო რა მნიშვნელობა აქვს ბავშვის სქეს მაგრამ მე მაინც რაღაცა გოგო მირჩევია გაჩუმდი ხა არაფერი არ მითხრა ვიტირე აი ტირო თამარ რა მოგიგეთ ახლა რაც დრო თამარ მომიშე ესე ჩვენ გოგო გირჩევია ექიმი შენ დიდი ხანია გიცნობ და ბიჭი რომ სიყოს მაინც გოგოს გეტყვი და მოდი მაკოცე მივდივარ კარგი ბიჭი ხარ აბა კარგად წავედი ნახო წავედი დაგვაგიბა მიდი ხარ კეთება კიდე წაგეყვანა რამინი იგლა იუზა ილონა ნათლია გამოდი რა ძალიან გთხოვ რა არა კარგი მარიკა გამოდი ნუ მებუტები რა მოგივიდა ხუმრობით თქვი ეს ღვეზელი კი არა ტალახია თქო რა მოგივიდა ხუმრობით თქვი ხო აბა რა ვიხუმრე მაშინ შეჭამენ
იზღვეზელი? რომელზეც მეხუმრობი თვითალაქია თქო? ხო, აი იზღვეზელი შეჭამე. თუ არა და აღარ დაგელაპარაკები. ხო, კარგი ხო, კარგი. რას არ გააკეთებ რა საყვარელი მეუღლისთვის რა. აჰა. Chocolate? Chocolate. Ძნელი იყო? არა. გამიში. ირაკლი. თამარი წავიდა კონსულტაციაზე. ხო და მარიკა სახლში ისეთი სიჩუმე ჩამოვარდა, შემეშინდა და შემოვედა. კარგია, ლაშავრო შემოხვედი. ისეთი გემრიელი ხვეზელები გამოვაცხმოდი, უნდა დაგპატი. არ მინდა. მარიკა, იყოს მე ისე ტელევიზორს უყურებ. ხო შეიძლება ტელევიზორს. შეიძლება, როგორ შეიძლება, დაჯექი უყურე. დაჯექი. მიდი. ირაკლი, ჩამეთ რა ტელევიზორი, პულტი სად არის? ჩართული ტელევიზორის ყურება გინდა? მე დააკონკრეტე ხოლმე, გასვა. ხო, მიდი. პური. 12 აუტი, პენალი ვერ გაიტანა. ძალიან კარგი. გასართობიც დღეს მაქვს. მოხვედი, აბა რა ვეკინდა. ბიჭია? ესე იგი გოგოს ველოდებით. არის. კეთება. მოდი ერთ შენ ამიხსენი, ერთ მომახო ძალიან დაცხა. აიმე მართლა ძალიან ცხელა ლაშიკო. მოკლედ ლაშიკო, ვიყავით ეკოსკოპიაზე, მაგრამ არ ვიცი, აი, სქესი ხო, ბავშვის სქესი არ გამოჩნდა. რაღაცა ისე უცნაურად ისეს პატარა, რომ არ გამოჩნდა ბიჭია, გოგოა, ვერაფერი ვერ გავიგე. მე წავალეთი ბავშვებს დავხედავ რა შვებიან, თან რაღაც კარგი ახალი სიმღერა მოვისმინე და შეუტანე ბავშვებს, შეუტანე და მე აქ დაგელოდები და მე გავიდეთ საქმეზე ბარემ და სამაგიეროდ ლაშა მაიას პატარა ხელები და ფეხები დავინახე. აი ეგ ხელები და ფეხები იქნება რო დაგიშენს კამპეტები მომიტანეო. ეხლა ისე მე გოგო მინდა. გოგო მინდა. ეთქობა თამარ გაიგორო გოგო გინდა და დაგემალა. შეეშინდა. ხო. რას უყურებ და ფეხბურთს უყურებ. აი მე ფეხბურთს. მოიცა. ეკოტებით რა. ერთად დავსხდეთ რა, ერთად დავსხდეთ და უყიყავე. ძალიან მაგარი თამაშია თამარ. ძალიან და უყუროთ ერთად დავსხდეთ. გამეორება? დაგამეორება ვერ ხედავ პირდაპირ 8 წელია. პირია რა დაგებ. ხო. ნაჰა. ნახე რა. რა მაგრა გაცდა რა თამარა? ხო, გაცდა, მაგრამ თამარ ნახე ახლა ეს ფეხი აუწდება. მართლა ასტინა ფეხი. ფეხი ასტინა თამარ, მაგრამ მაგარი პასი გამოვიდა, რა გინდა? რა გინდა? მშვენივრად არა? ხო, მაგრამ წაიქცევ ახლა. ვა. წაიქცა. ხო, წაიქცა. ხო. როგორ? ნახე ახლა, გადაუბრუნდება ფეხი, შეხედე. აი. აჰა. წინასწარ მეტყველი ვარ რა, წინასწარ მეტყველი კი არა, თარსი ხარ. ისე ამდენი რამე როგორ დაემთხვა რა? რა დაემთხვა, გეუბნები წინასწარ მეტყველი ვარ მეთქი. წინასწარ მეტყველი არა ეს. წინასწარ ვარ. აბა ეხა მითხარი მაშინ რა მოხდება? მითხარი აბა. ახლა? მიდი, ხო. 10 ნომერი კუთხოს მოაწვის. აჰა. 10 ნომერი აწვის. თამა. წინასწარ მეტყოლია მართლა ეს, აჰა. რა, ეხლა ეთქობა ამას უსაქმურობით რაღაცა გარკვეული ტვინის უჯრედები გაეხსნა ან მესამე თვალი, რა ვიცი, აბა ეხლა. მოიცა, აჰა, პენალი დადეს, აჰა. აბა სანამ დაარტყავს, ჩქარა მითხარი რა მოხდება, ჩქარა. კი ბატონო. 7 ნომერი დაარტყავს, ძელს მოარტყავს, შემდეგ დამატებაზე 10 ნომერი და ისე სააცილებს. აჰა, 10 ნომერი, ისეც.
ვა აი მე მეუბნები წინასწარმეტყველია რა ვანმე ლაშა აბა გოგო მეყოლება თუ ბიჭი თამარ მე ვარ ელე წინასწარმეტყველი ეგეთი განხრა არის წინასწარმეტყველებაში და შენ ადრეც გქონდა ამის უნარი არა 1-2 საათის წინ დავაყენე გონებაში კი აქ ვიჯექი ხო ჩამეძინა 2 კაცი შემოვიდა ლურჯი მაისურები ეწვათ დადიოდნენ თან მელაპარაკებოდნენ თან რაღაცებს ხლართავდნენ ოთახში ხო და წავიდნენ მაგრამ წავიდნენ თუ არა იმის მერე გამეხსნა ეს ტელეწინასწარმეტყველობა ვაიმე როგორ ხდება ვაიმე გადავიდიე ხოლმე ეხლა შეხედავ ყვითელს მიიღებს ლაშა ეხლა აი მოდი აბა ტელევიზორის გარდა სად რამე ისე ზოგადად სხვა რამე წინასწარმეტყველი აბა სხვა რამე ხო არ ვიცი რამდენად გამომივა მაგრამ ვწდი აბა მეტი ახლა გამოვაქეთევანი ხო და სადილს მომიმზადებს აკნაშე ხეირებლის არა დამირეკავს აკა გეხვეწები ეს მაკეტი აქ იყო არა მე სალონში უნდა წავიდე ტელეფონი მიიღება და 6 საათისთვის მოვალ მანამდე არ მგონია რომ დამირეკოს ირაკლი გასაგებია მაგრამ რა მაინტერესებს ეს რა არის ვითომ შენობა აჰა ეს ქუჩა აჰა გასაგებია ეს რა არის შენობა თქო ხო გითხარი ხო გავიგე მაშინ ისეთი რაღაცა მითხარი რაც არ მითხარი რომ კითხო და მე შენ მიპასუხო აი მოკლედ გიტოვებ ხილად იყავი და მე არ მოუვიდეს არა რა უნდა მოვიდე მაგა წავიდეთ გინდა წამო ჩემთან ერთად წავიდეთ და თან ახლა ბიძეც მომიყვები შენ საიდან იცი რა ვიცი ამდენი ხანი აგზივარ და ზურაზე არაფერი არ გიტყობს ესე იგი ვიღაც ახალი გაიცანე კარგი აბა თქვენ იცით მაგა ხილად იყავი ხილად ვიქნები ხო აბა რას ვიზავ მაგა აბა შენ იცი და კარგად დაისა არაფერი ბატონო რომანჟია ეხლა ეს ჰა ეს არის მშენებლობის მაკეტი. წერია მან სადმე მენიუში მაკეტი არ წერია. ვა, ნახეთ მაინც რა ვიცი თუ წერია სადმე მან მაკეტი გითხარი და მოგიტათ მაკეტი შეგიკეთა. ბლომაჟე. არა შემიძლია რა არის ვა. ვაიმე დავიღუპე. ვაიმე ბლომაჟე. ბლომაჟევა ჩვენო ეკავო ეხა ბლომაჟე მიუტანო კაცო. ვაი მაპატეებს რა ცოტა ავღებდი რა. ავღებდი მაპატეებს ხო ხდება ხოლმე რა. ბლომაჟე რა ბლომაჟე. პეტო გამარჯობა. ირაკლი ვარ თქო. ირაკლი რას ქვია ვინ რომელი ირაკლი? ვინ ირაკლი შეიძლება მერიაში რომ მუშაობ. არა კაცო სამსახურით კი არ მარიაჟობ თავი გაგახსენე უბრალოდ. ხო მომისმინე ხა ეკას უთხარი შენ დას რო ის შეხვედრა გადავდე ხო საღამოს ჩემთან ამოვიდეს აუცილებლად ის მაკეტი მზად მაქვს რომ მითხრა მაკეტი ამოიტანოს ის ინვესტორიც მოვა და იქვე შევახვედრებ და იქ მოვილაპარაკებ ყველაფერს გასაგებია პეტო ალო პეტო მეთქი პეტო უი ო მე მეგონა გაითიშა და ტუ თქო ხო კარგი მიდი ბატონო ირაკლი სამშენებლო კომპანიამ თავის მოთხოვნები გამოაგზავნა. რა ლამაზი მოთხოვნები გამოუგზავნიათ. ყვავილები? ეს დღესაც მაგიდაზე დამხვდა ბარათთან ერთად. არ წერია ვინ გამოგზავნა? არა. მეტყობა თავი დაიღვია წინასწარ ვაი თუ მერიკოს არ მოეწონოს მერე მაგას რა გადაურჩებაო. მაგდენი თუ ვიფიქრე ჭკვიანი ყოფილა. ბარათში რა წერია? არა მერიკო შენ ახლა გაქვს უფლება ყველანაირი უფლება გაქვს რომ არ მითხრა მაგრამ ხო იცი რომ მაინც უნდა მითხრა. შენი ღიმილი, არა, შენი მომღიმარი სახე, ზიან დილას მაგონებსო. შენი მომღიმარი სახეო. მერიკო მე მგონი მაგას არ ყავხარ შენ ნანახი. ჩემო ლამაზებოს.
შენივრებო, კარგებო, დახატულებო, აშენებულებო, დამჩენებულებო, მიხდით ალბათ რომ საფრთხოვარი მაქვს და იმიტომ გაქებთ ამდენს. საინფორმაციო გამოშვება მოვიდა. მე რა თქინდა ყვავილები გასვენებაში მიდიხარ? არა, გასვენებაში არ მიდის. იდუმალმა და უცნობმა თაყვანისმცემელმა გამოუგზავნა. გამოუგზავნი და აბა შიშით მოსვლას რას გაბედავდა. ეს ამერიკო მართლა არის ცივი გამოგიგზავნა. შენ თუ არ იცი ნოდარ მე საიდან მეცოდინე? ისე შენც მართალი ხარ. ჰა? ჩაგიტარა? ჰა? ორი პასუხა. არ უნდა მაგას. რა საქმე ქონდა? მიდი უცებ. საქმე მე კი არა, მაგ საქმე თქვენ გეკნებათ, მე რო გთხოვთ, რისი გაკეთება მინდა იმის შემდეგ. თხოვებ, მერიკო შენ დამელოდე არ წახვიდე, მიდი გისმენ. ბატონო ირაკლი, სანამ ნოდარი ილაპარაკებს, ეს ყვავილები დაჭკნება. გავალ და რო დაგჭირდებით დამიძრა. კარგი, მერიკო ოღონდ პერიოდულად შემომხედე ხოლმე მეც არ დამაჭკნოს. უნდა გავიცინო სხვა რაგზა მაქვს სათხოვარი მაქვს თორე გეტყოდით კარგ რაღაცას. ესე იგი, თქვენ ალბათ იცით რომ ჩვენ თანამშრომლებს უშვებენ მივლინებაში სხვადასხვა ქვეყნებში. ვიფიქრე ხა ცოტა ხნით ლონდონში რო გავისრაშუნო თქო და რა ნოტიო ჰაერს ჩავისულთქა მე სიამოვნება მომიხდება თქო და მაგის ხოვნა მინდოდა თქო. ლონდონშია მივლინებები? თქონიათ უკვე რაღაც მეკითხება. მომისმინეთ, მე ხო იცი ასე ხა პირდაპირ ვერაფერს შეგვიგდები? ხო, მაგრამ იმას შეგვიგდები რომ ვეცდები რომ შენ გაგიშვენ. თქვენი იმედი მაქვს რაოლეთ. მე გავალ ეხა და ხმას გავარცელებ რომ ირაკლის თვითონ უნდა ლონდონში წასვლა თქო რომ ეჭვი არავინ აიღოს. აბა ისე მგონიათ რომ უკვე ლონდონში მივდივარ. გაშალე, ხო გაგაშალე. ხო. 10 კუთხე ირაკლი. რა თქმა უნდა ტელევიზორს სათო შიშინებს. არ მუშაობ? არაჯერ. რას ნიშნავს არაჯერ? რას ნიშნავს და ის კაბელი გავაუქმე. კაბელი რო მქონდა, ხო გახსოვს? ის კაბელი გავაუქმე და ეხლა ველოდები რა იმაზე გადავდივარ სირხნეთზე. ხო, მოვლენ ახლა და უნდა დააყენონ და მე იმუშავებს და მანამდე იჯექი და უყურე ამ შიშინს. ვაშა. ხო. შენ მოდი შეტივე. და შენ არ გინდა თქვენ სიკნეთის დაყენება? იცი რა კარგი რამეა. ესე იგი აი რამე გადაცემა თუ გამოგჩა და ვერ უყურე. ესე უკან გადაახვევ და თავიდან დაჯდები და უყურე. მართლა? ისე მარიკა, ძალიან გვიან რო გადაახვიო შეიძლება? აი ეს გადაცემა რო იყო მომწონდა ილუზიონი. აი ხედავ ირაკლი, აი ეს არის ჯანსაღი იუმორი. აბა ის კი არა, შენ რო თქვი, ეს ღვეზელებია თუ ტალახია. კარგი ხო, რატო არ ექნება გადასვალე ჯანსაღი იუმორი, რატო ვერ მოიფიქრებს რა, სამსახურში დადის, რამეს აკეთებს თუ რა, ზის თელი დღე ჭამსვავს უყურებს ტელევიზორს. ჯანსაღი იუმორი აქვს. აი მე ერთი სული მაქვს, როდის დააყენებენ სილქნეს. იცი რომელი გადაცემები მინდა ვნახო, აი ჩაუჯდები და იცი რა, აი კულინარიაზე რო არის, ხო იცი? აი სიამოვნებით აჯდები და უყურებ და ხო, უყურე და უყურე, უფრო უყურებ გადაახვიე, თავიდან უყურე. მე რო დამთავრდება, კიდე გადაახვიე, კიდე თავიდან უყურე და კარგად დააკვირდი სადილს, რასაყრის მზარეული, ვანილს თუ მარილს და თავგამჭრის თუ ხავს. აი ეს დააკვირდი ძალიან ხო. მე კაი ვეზალი იყო. ისე მე მომეწონა ძალიან მაქსიცნეთის ამბავი და იცი რა ირაკლი, რომ მოვლენ დასაყენებლად. დამიძახე მეც და ჩემთანაც დავაყენებინებ, კარგი? კარგი. და მე დავლიოთ. კარგი, ავედი მე სამსახურში. აბა გამიქეცი მე. ხო, მარიკა, ეს გამატანე რა ღვეზელები ძალიან ხო შესვენებაზე შევჭამ. მე რაკეთილი ხარ ირაკლი. მომისმინე, რამდენი გინდა? ყველა. აი ვიცოდი რომ გემრიელესი ღვეზელები გამომივიდა. გინეთელი. ირაკლი, მართლა გემრიელი ღვეზელები გამოვიდა? არა კაცო, რა გემრიელი ღვეზელები გამოვიდა, რას ლაპარაკობ? უბრალოდ ახლა რომ მოვა ის სიკნეთის ხალხი და ეს გაუმასპინძლდეს ამ ღვეზელებით, სიკნეს დამიყენებენ კი არა მთელ უბანს გათიშავენ და აი მარიკა, ეხლა წავა ის შეჭავს და გადაახვევს. თუ ეგ სიუხნეთზე არის. ხო. გამოდი. კარგი. ამ ხوارი და კიდე რა მითხარით? ბლომანჟე. რა? ბლომანჟე. რა უცნაური ხალხი ხო? საიდან რაღაც გამოჩხიკავთ ხოლმე, ეგ მაინტერესებს. მენიუში. რა წერია? ბლომანჟე. და თუ რა მოწინდა წერია თუ მე მართლა. ხო, კარგი, წერია მოვიდა.
ვა, მაკა. როგორ ხარ? კარგად, შენ როგორ ხარ? აი მე ძალიან კარგად. რატო ხარ კარგად? ერთი ბიჭი გამიცანი. ერთი ბიჭი. ეგ უკვე საინტერესო მოდი, ისა უკაცრავ თქვენ ბლომაჯენ ცოტა ხანი დააგვიანდება. რახტი ბაბა, ვინ გაიცანი, სად გაიცანი, ვინ არის? ვინ გავიცანი და მაღაზიაში გავიცანი? აჰა. პირველი დანახვისთანავე მოგვეწონა ერთმანეთი. კარგი. ესე იგი აღარ იტიგით. ხო? ხო აღარ იტიგით. არა. ხო. არა, იცი როგორი ბედნიერი ვარ, აი ძალიან ბედნიერი ვარ და რა ვიცი. მე ცოტაზე ვარ სიხარული. ვაი, კარგი, მაგა წავალ მე კლიენტს მივხედავ, რაღაცას მოუტანდე მოვალ. იძექი ექშენში, კარგი. ვაი. ატა მომეხარე. რა. აკა როგორ ხარ? კარგად. ისა ბლომაჯე თქვენ შეუკვეთეთ, არა? ეს რა? ცოტა ხანი დააგვიანდება რა. რა არის, რა მოიტანა? შენებლობის მაკეტია. ირაკლი ხო დამნიშნა არქიტექტორად ხო და დღეს მოვაჩვენოთ ინვესტორებს. ნელა გიხსენილა. მოიცა ვერ გავიგე ხა ირაკლი ამირამა მე დამნიშნავ. ამირანი იყო დროებითი არქიტექტორი, მე ვარ ძირითადი რა. აჰა. ხო არ ვიცი მე ცოტა ვერ ყვევი ამ არქიტექტურაში, მშენებლობაში და ესეთ რაღაცეებში. ჩემი საქმე ხო ის რაც არის ხალხო არა? ყავა მუსიკა, ნამსხვარი და ისეთ ბლომანჟე.